ბროკინგსის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშოვმა შეკითხვებს უპასუხა. აუდიტორია საქართველოში არსებული ვითარებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკით და მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა. თქვენი სტუმრობა კავკასიაში, როგორია თქვენი დამოკიდებულება კავკასიაში არსებული ვითარების მიმართ, იმ სხვადასხვა დაჯგუფებების მიმართ, რომლებიც მიმართავენ ტერორისტულ საშუალებებს. რაც შეეხება რუსულ კავკასიას, არის ერთი არაჩვეულებრივი წიგნი 60-იანი წლების ბრიტანელი მწერლის, რომელიც მე-19 საუკუნის კავკასიურ ომს ეხება. ამ წიგნიდან ერთი რამაა ნათელი, რომ რუსეთი ცდილობდა გამკლავებოდა სასტიკ თავდასხმებს ნიკოლოზ პირველის დროს. ეს ყველაფერი რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას ძალიან ჰგავს. ყოველთვის როცა მათ ეგონათ, რომ ის მორჩა კვლავ ახალი ძალით ბრუნდებოდა უკან. არ შეიძლება ძალადობას ძალადობით, ხოლო სისასტიკეს სისასტიკით უპასუხო. ეს ისევ შენ დაგიბრუნდება. ახლა ეს პროცესი უკონტროლოა. მოსმენილი მაქვს პრეზიდენტ მედვედევისგან, როგორ ადანაშაულებს ის საქართველოს სოჭის ოლიმპიადაზე შესაძლო პრობლემების შექმნაში. ეს არ არის კარგი პოზიცია, რადგანაც მათ არ იციან რეალური სიმპტომები, რაზე მიუთითონ და უმკურნალონ. როცა მე ბოლოს ვნახე პუტინი, მაშინ ის ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო. მან მითხრა, რომ ჩვენთან იომებდნენ და ასევე ცნობდნენ სეპარატისტულ რეგიონებს. მე უპასუხე ამას, მაშინ ბევრი მოწმე ჰყავდა, რადგანაც ეს ოფიციალური საუბარი იყო. მე მას ვკითხე, ვლადიმერ ვლადიმერიცევ, რას უპირებთ ჩრდილოეთ კავკასიას, რა გავლენას მოახდენს ეს იმ რეგიონზე, თუ კი ყველაფერს მის მეზობლად განახორციელებთ. მან მიპასუხა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის საკითხი ამოწურულია და თუ მაინც ვინმე გამოჩნდა, ჩვენ მათ გავანადგურებთ, როგორც ტარაკნებს თითის დაჭერით. ახლა ხვდები, რომ იქ ბევრი ასეთი ტარაკანაა და მათთვის არც ერთი და არც 10 თითი საკმარისი არაა და ეს არის მაგალითი ყველა ჩინოვნიკისთვის. არ შეიძლება ასეთ თემებთან თამაში, რადგანაც ხალხი რეაგირებს გარკვეულ საკითხებზე. ჩრდილო კავკასიელი ხალხი ჩვეულებრივი ხალხია. ჩვენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მოვახდინეთ და მათ მივეცით საშუალება საქართველოში უვიზოდ შემოსულიყვნენ. საქართველოში აქამდეც იყვნენ ეროვნული უმცირესობები. ისინი ძალიან კანონმორჩილი არიან, როდესაც ხვდებიან ისეთ ქვეყანაში, სადაც სამართალი, მომღიმარი პოლიცია და არაკორუფციული გარემოა. ვამაყობ, რომ მყავს თქვენნაირი პრეზიდენტი. საქართველო ნამდვილად დაადგა წარმატების გზას დემოკრატიისკენ თქვენი პრეზიდენტობის დროს. ჩემი შეკითხვა განათლების რეფორმას ეხება, კონკრეტულად კი პროგრამას ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად, რომელიც ითვალისწინებს ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანას ქართულ სკოლებში. ბევრი ამერიკელი მეგობარი მყავს, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ამ პროგრამაში. მაინტერესებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროექტი. ძალიან მიხარია, რომ ამ ქალაქში უფრო მეტი ქართველი ცხოვრობს. ჩემს დროს, როცა სადოქტოროს ვიცავდი და ამ მიდამოებში ველოსიპედით დავდიოდი, მაქსიმუმ 3-4 ქართველი თუ იყო. არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ აქ ჩაბარებას, მაგრამ გვაქვს საპრეზიდენტო პროგრამები, რომლითაც დაახლოებით 500-მდე ადამიანს აქვს საშუალება ისწავლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მთავრობის ხარჯზე. ჩვენ მოვიწვიეთ 10,000 ამერიკელი მასწავლებელი, რომ ასწავლონ ინგლისური საქართველოში. ეს არაჩვეულებრივი პროგრამაა, ისინი გადანაწილებული არიან სხვადასხვა რეგიონში. ამერიკელი მამაკაცები და ქალები ჩადიან პატარა სოფლებში, მთებში. მე შემთხვევით შევხვდი ერთ პატარა ბიჭს, რომელმაც მითხრა, რომ დილაობით დარბის. ადგილზე კი ამას არავინ აკეთებს. ერთხელ როცა აიპოდით დარბოდა, ძაღლები გამოეკიდნენ. ეს არის ადგილობრივი კულტურის შტრიხები. ეს ჩვენთვის კომპლექსური პროგრამაა და მას გავაგრძელებთ. ჩვენ კიდევ ბევრი მასწავლებელი გვინდა, ვინც ჩვენ სოფლებში დილაობით ირბენს. ეს 10,000 ადამიანი არა მარტო ამერიკას დააახლოვებს ქართულ, მრავალეთნიკურ, მრავალრელიგიურ, მრავალკულტურულ საზოგადოებასთან, არამედ ისინი ასევე გახდებიან საქართველოს ელჩები თავიანთ ქვეყნებში. ჩვენ აქ კარგი ელჩი გვყავს, მაგრამ გვინდა არა ერთი, არამედ რამდენიმე ათასი. ამერიკა დიდი ქვეყანაა და ჩვენ გვჭირდება დიდი არმია, რომ მისი ყურადღება კონცენტრირებული იყოს ჩვენი ქვეყნისკენ.